ეს არის ქრონიკა 14 საათზე. ახალ ამბებს თამარ გედევანიშვილი გაგაცნობთ. პირველი კლინიკური საავადმყოფო სამშობიაროს ლიცენზია უჩერდება. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, კლინიკას ლიცენზია მანამდე ექნება შეჩერებული, ვიდრე სათანადო პირობები არ იქნება აღდგენილი. კერძოდ კლინიკას საჭირო ინფრასტრუქტურის შეძენას და სანიტარული ნორმების გაუმჯობესებას თხოვენ. ლილიკო გოლოხიანი ყოფება პირველი კლინიკური საავადმყოფო სამშობიაროსთან და პირდაპირ ეთერში გვერდება. ლილიკო, გისმენთ. თავარი მოთხოვნები, რაზეც საუბარი არის, ეს არის მძიმე სანიტარული ნორმები, მოძველებული ინფრასტრუქტურა და არასათანადო პირობები, როგორც უკვე აღნიშნეთ. ნიკა გილაურმა დღეს გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეიდან ახალ სამშობიარო ცენტრს შეუწყდება ლიცენზია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ეს კლინიკა ვეღარ მიიღებს პაციენტებს, სანამ ის არსებულ ნორმებს, არსებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. რაც შეეხება დაზარალებულებს, ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ის ბოდიშს უხდის ყველა დაზარალებულს და აღნიშნა, რომ სამედიცინო საქმიანობის სამეთვალყურეო საბჭო შეისწავლის ასევე ექიმთა საქმიანობასაც მომხდართან დაკავშირებით და არ არის გამორიცხული რომელიმე პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს. მე შეგახსენებთ, რომ ახალ სამშობიარო ცენტრს შეუწყდება დღეიდან ლიცენზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კლინიკა დღეიდან ვეღარ მიიღებს პაციენტებს. ხო, ინციდენტს, რომელიც მოხდა ახალ სამშობიარო ცენტრში რამოდენიმე დღის წინ, მოგეხსენებათ, გარდაიცვალა მშობიარე ქალბატონი. შემდეგ უკვე კუნალ ექიმმა გადაწყვიტა, რომ თავი მოეკლა და გადმოხდა მეორე სართულიდან. რა თქმა უნდა, იმ მომენტში ჩვენ მე დავავალეთ ჯანდაცვის მინისტრს, შეესწავლა ეს ინციდენტი, შეესწავლა თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება ამ ქალბატონის, გარდა ამისა შეესწავლა, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებდა თუ არ აკმაყოფილებდა ეს საავადმყოფო სალიცენზიო პირობებს. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ამ საავადმყოფოს პრივატიზაცია მოხდა გასულ წელს, ზუსტად 1 წლის წინ და თებერვლის თვეში. შემდგომ კოლექტივმა იყიდა რეალურად ეს საავადმყოფო მოხდა. ჩვენ მაქსიმალურად გვინდოდა, რომ ამ საავადმყოფოს რეაბილიტაცია მომხდარიყო. სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ შემოწმების შედეგად დავინახეთ, რომ სალიცენზიო პირობებს ვერ აკმაყოფილებს ვერანაირად აბსოლუტურად ეს დაწესებულება. წუხوار რომ ეს ინციდენტი მოხდა, რა თქმა უნდა, მინდა მივუსაბძინო, რომ გარდაცვალებულის ოჯახს და ამავე დროს მე დავამატო, იმის გამო, რომ სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილება ხდება ამ დაწესებულებაში, სავარაუდოდ უნდა შეუჩეროთ სალიცენზიო პირობები ამ დაწესებულებას დღესვე და მივცეთ გარკვეული პერიოდი ფლობელებს, რომ თუ შეძლებენ ისინი გაარემონტონ, შესაბამისი აღჭურვილობა შემოიტანონ კლინიკაში, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა აღუდგინოთ ეს ლიცენზია. თუმცა მანამდე შეჩერებული იყოს ამ საავადმყოფოს საქმიანობა და დავაცადოთ საინვესტიციო ვალდებულება შეასრულოს ფლობელმა. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა თვითონ სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაბამისად. ჩვენ უახლოეს პროფესიული განვითარების საბჭოს თომაზე განვიხილავთ ექიმების და სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხს. ამავე დროს მოკვლევა მაჩვენა, რომ თვითონ დაწესებულებაში უხეშად არის დარღვეული კანონით დადგენილი სანებართო პირობები, რაც ბუნებრივია რისკს უქმნის იქ ყოფი პაციენტების, ქალბატონების, ახალშობილების სიცოცხლეს. ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დაწესებულების საქმიანობა შეჩერდეს, სანამ არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში არსებული სანიტარული მდგომარეობა და სანებართო პირობებთან არ მოვა შესაბამისობაში ყველა ის პირობა, რაც უსაფრთხოს გახდის არსებულ დაწესებულებაში პაციენტების მკურნალობას. ჩვენ ვესაუბრეთ დღეს ახალი სამშობიარო ცენტრის ხელმძღვანელსაც, ის ჩვენთან საუბრისას აღიარებს, რომ რიგი ნორმები და სტანდარტები დარღვეულია მის კლინიკაში, სწორედ ამიტომ, როგორც ჩვენთან საუბრისას მან განმარტა, კლინიკის დირექციას ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თებერვლის თვიდან მას შეეწყვეტა პაციენტების მიღება იმისათვის, რომ საჭირო აპარატურა გამოეცვალა და იქ პირობები გაეუმჯობესებინათ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ლიცენზია მას უკვე შეუჩერდა და ის უარყოფს ყველანაირ ბრალდებას სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პერიოდში ზუსტად თებერვლის ბოლოსთვის ვაპირებდით კლინიკის დროებით დახურვას და შემდეგ ახალ სტანდარტებზე გადასვლას. უბრალოდ მოხდა სამწუხარო ფაქტი, მაგრამ აქ ბევრი სიცოცხლეც გადარჩენილა. სიკვდილთან ბრძოლაში ყოველთვის გაგვიმარჯვა და ეს დიდი ხანია და ეს ფაქტი მეტყველებს, რომ გადახედოთ ისტორიას, ბევრი სიცოცხლე ნამდვილად აქ გადარჩენილია და ბევრი ახალშობილია დაბადებული. რეალურად მე ამას ვიტყოდი, რომ აქ არის საუბარი ანტისანიტარიაზე, მაგრამ ეს ანტისანიტარია ნამდვილად არის. უბრალოდ მოძველებული ინვენტარია და ამის ფონზე შეიძლება რაღაცა გამოჩნდეს, მაგრამ ის პირობების სტერილიზაციის ყველაფრის ხორციელდებოდა.
მე შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ახალ სამშობიარო ცენტრში 26 წლის პაციენტი გარდაიცვალა, მისმა მკურნალმა ექიმმა კი თვითმკვლელობას სცადა, ის გადახდა მეორე სართულიდან და ამ დრომდე ის მკურნალობს და წევს რეანიმაციულ განყოფილებაში მრავლობითი მოტეხილობით. პირდაპირ ეთერში ლილიკო გოგოხია საუბრობდა